დეკორატიული საღებავის წასმას მალიარებით შეძლებენ თუ რამე სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და განათლება ამას? ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც ხელოსანზე უფრო მაგარი ნიმუში გაუკეთებია ჩვეულებრივ მომხმარებელს. მაინტერესებს როგორ გამომივა ახლა ეს? აბსოლუტურად ყველა დეკორატორის შექმნილი ნიმუში ინდივიდუალურია. როგორც აღნიშნეთ, არის წმენდადი, ხო? დეკორატიული საღებავი ისეთი მასალისგან იქმნება, რომელიც მდგრადია წმენდის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა განვასხვაოთ მდგრადობაში რა იგულისხმება. ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები, ჩემი სტუმარი კი არის საღებავების კომპანია პრაქტიკის წარმომადგენელი ბატონი რამაზი. ბატონო რამაზ, როგორ ხარ? კარგად, როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად. გვიანბე მოდი თქვენი კომპანიის შესახებ და გაგვაცანე დეტალური ინფორმაცია. მადლობას მოგიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, ჩვენ ვართ ბერძნული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში. ჩვენ მუშაობთ იმ ქარხნებზე, რომლებიც ფაქტიურად საბერძნეთში ითვლებიან ლოკომოტივად, ინოვატორებად, სხვადასხვა პროდუქციის შექმნაში. იმიტომ რომ არსებობს ქარხანა, რომელიც აკოპირებს და არსებობს ქარხანა, რომელიც ქმნის, ანუ ინოვატორია. ჩვენ გვაქვს დიდი ასორტიმენტი პროდუქციის, ეს მოიცავს საღებავებს, ჰიდროიზოლაციებს, დეკორატიულ მასალებს, ასევე მიკროცემენტების დიდი ასორტიმენტი გვაქვს ჩვენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დეკორატიული მასალები, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია ჩვენ ბაზარზე, ჩვენი მომხმარებლებისთვის. და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იტალიურ კომპანია შემოგვიყვანა, განხვდარიყავით მათი წარმომადგენლები და როგორც შევხედეთ, ფაქტიურად ამ პროდუქციამ საკმაოდ გაამართლა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენ მომხმარებლებში. ძირითადად ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შემოიტანოს საქართველოს ბაზარზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებლისთვის. დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია ეს ეკო ხაზი, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ სახლში, როგორ ვაკეთებთ, რა ხარისხია, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება, კი ბატონო. კი ბატონო. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ამ ტექნიკურ საკითხებს, რა თქმა უნდა, შევეხებით პოდკასტის განმავლობაში, მაგრამ მაინც ყველაზე საინტერესო არის ხოლმე ფასი, ხო? აი დაახლოებით რა ჯდება ამ საღებავების მასალის და ხელობის კვადრატული ღირებულება. ხო, რაც შეეხება ფასს, დეკორატიული არის ის სეგმენტი, რომელიც იაფი ფიზიკურად ვერ იქნება. იმიტომ რომ თვითონ როგორც ასეთი დეკორატიული მასალა თვითონ იმ ნედლეულისგან მზადდება, რომელიც უკვე ასე თუ ისე ძვირია, ძვირად ღირებულია. ჩვენ შევადაროთ ჩვეულებრივ საღებავი შეიძლება ჯდებოდეს 5 ლარი კვადრატული და დეკორატიული საღებავი შეიძლება იწყებოდეს 9 ლარიდან და ადიოდეს 30-40 ლარამდე. რაც დაუშვათ ჩვეულებრივ საღებავში იშვიათობაა. რაც არ უნდა კარგი იყოს. თუნდაც მაქსიმალურად წმენდადი იყოს 5 ლარი, 6 ლარი ეს ამ მაქსიმუმი, რაც შეიძლება დაუშვათ ნორმალური საღებავისთვის იყოს. დეკორატიული საღებავი პლუს ამას ძვირდება იმის გამოც, რომ არის განსხვავებული ზოგადად. კი. არ კეთდება დიდ ფართზე, იშვიათია, როცა დიდ ფართზე აკეთებს დაუშვათ დამკვეთი. კი, კი. ასე ვთქვათ, მისი დანიშნულება არის დეკორი. შექმნას ოთახში, ინტერიერში ის კუთხე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, გამოყოფს, აქცენტი იქნება მთელი ოთახის და მთელი ოთახის ყურადღება იქნება მაქედან გამომდინარე. ამის გამოც არის ცოტა არ იყოს ძვირად ღირებული. და აი ამ ფასის სხვაობა, ხო? არ არის პატარა სხვაობა და რა უპირატესობები აქვს კიდევ დეკორატიულს?
ну, უპირატესობა ის აქვს, რომ ეს არის ფაქტიურად მთელი ჩვენი დიზაინის მნიშვნელოვანი ადგილი. მასალა, ნედლეული, როგორც ასეთი და პლუს ამას დეკორატორის ხელობა. ეს სამი ფაქტორი უკვე ანუ ხელობაც უფრო რა თქმა უნდა. ახალი ფასია. კი, რა თქმა უნდა, თუ ჩვეულებრივი ხელოსანი მალიარი დაუშვათ კვადრატულზე აიღებს 15 ლარს, 20 ლარს, დეკორის შემთხვევაში ესეთი რამე არ ხდება, იმიტომ რომ თვითონ დეკორი შეიცავს სამ საფეხურს. პირველ საფეხური ეს არის დიზაინერის მიერ შერჩევა თუ რა დეკორი უნდა გამოიყენოს. შესაბამისად ამაში ერთვება ის მხარე, რომელიც დაუშვათ თავისთავად ფინანსურ მხარესაც მოიცავს, დიზაინერის მხარეს. მეორე მხარე არის უკვე დეკორატორის მხარე, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ ნიმუშს. აბსოლუტურად ყველა დეკორატორის შექმნილი ნიმუში ინდივიდუალურია, განსხვავდება ერთმანეთისაგან და თვითონ დეკორატორიც ვერ ქმნის ერთი და იგივეს ყოველ ჯერზე. ანუ განსხვავებულებია, მისი ყოველი ნამუშევარი განსხვავებული. ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც განსხვავებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ დეკორატორმა უნდა შექმნას რაღაც განსაკუთრებული ნახატი იმ კედელზე და ჩვენ ვერ მოვთხოვთ იმ ადამიანს, მისი ეს ნამუშევარი რაღაც კონკრეტულ ზღვარს ქვემოთ იყოს. ასე რომ მნიშვნელოვანია ესეც და მესამე არის ეს, რომ თვითონ ნედლეული ჯდება ძვირი. ასე რომ ესეთი ფასები რეგულირდება ცოტა სხვანაირად. და იცი რა მაინტერესებს რამეს? დეკორატიული საღებავის წასმას რიგითი მალიარებით შეძლებენ თუ რამე სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და განათლება ამას? ზოგადად დღეს და იწყებს ჩვენ არა გვაქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოში ეს დეკორი ზოგადად შემოსულია 15 წელია, 20 წელია ეს დიდი ხანი არ არის ამისთვის, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები 5 წელი, 6 წელი, 7 წელი ძალიან უცხო იყო ქართველისთვის ეს დეკორატიული ნამუშევრები, დეკორატიული საღებავები, ფითხები, ასე რომ ვერ მიყვებოდა ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენი ბაზის განვითარებას. ნელ-ნელა შემოვიდა უკვე, შესაბამისად ყველამ დაიწყო ამის ათვისება. ეს იქნება მალярები, ჩვეულებრივი ადამიანები, აი მაგალითად ჩვენთან მოდიან მაღაზიაში ადამიანები, რომელსაც საერთოდ არ აქვს შეხება არც სარემონტო სამუშაოებთან, არც მხატვრობასთან, უბრალოდ უნდა სახლში გააკეთოს ლამაზი კუთხე. ნანახი აქვს ვიდეო და უნდა რომ აი ესა თუ ის დეკორი გააკეთოს თავის ხელით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენი მომხმარებელი დავატრენინგოთ, აუხსნათ, მასალა მთლიანობაში რას მოიცავს, ვიდეოების სახით იქნება ეს თუ უბრალოდ პირადი რჩევის სახით და ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც ხელოსანზე უფრო მაგარი ნიმუში გაუკეთებია ჩვეულებრივ მომხმარებელს. ანუ შეძლებს ხო გამოუცდელი მომხმარებელი დეკორატიული საღებავის წასვლას? შეიძლება, მაგრამ ეს არნიშნავს რომ 10-დან 10 გამოვა. არიან ადამიანები, ნიჭიერი ადამიანები, ვისაც გამოვდით. მე მაგალითად გამორიცხულა, ეგ გამომიევედა შანსი. იცით როგორ ესე პირდაპირ ვერ იტყვით, სანამ ფუნს არ დაიჭერთ ხელში. სანამ პრაქტიკაში არ გადაიყო. სანამ პრაქტიკაში არ მოვხვალ და ჩვენ არ დაგატრენინგე. ჩათვალეთ რომ გამოგივა დამიჯერეთ. მე ჭვება, იმიტომ რომ ზოგადად არ გამომდის ხოლმე. მსგავსი ხელოვანი არ ხო, ნუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალიან პროცენტულად დიდი გამოცდილება გვაქვს ამაში, რომ ადამიანი მოდის, არაფერი არ იცის, უბრალოდ დიდი სურვილი აქვს რომ გააკეთოს და კარგ შედეგებსაც გადის, ხო? კი ბატონო. და რამდენად მდგრადია თვითონ ეს საღებავები ნესტის მიმართ? იცით როგორ თვითონ დეკორატიული საღებავი ისეთი მასალისგან იქმნება, რომელიც მდგრადია წმენდის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა განვასხვაოთ მდგრადობაში რა იგულისხმება. არის დაუშვათ სველი წერტილები, არის ისეთი ადგილები, სადაც წყალი საერთოდ არ ხვდება. უბრალოდ ხანდახან შეიძლება უბრალოდ გაწმინდოს ვიღაცამ, ეს გაწვრილნამიანი ტილოთი ან რამე მსგავსით ამ ტვერის ჩამოსაყრელით, ამაზე პრობლემა არ არის.
თვითონ საღებავი არის მდგრადი და ესეთ წმენდას უძლებს. უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა რომ სვეტ წერტილებში გამოვიყენოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა სახის დამცავის გამოყენება. ეს იქნება ცვილი, ეს იქნება ერთ წყალზე ბაზირებული ლაქი, ან ორკომპონენტიანი ლაქი. გააჩინა სად ვიყენებთ ამას. როგორც აღნიშნეთ, არის წმენდადი, ხო? კი. რამდენად მარტივია მისი გაწმენდა? გაწვრილი ნამიანი ტილოთი, შალი მტვრის საწმენდით ჩვეულებრივ წმინდება. არანაირი ცვლილებას ზედაპირულად არ განიცდის თვითონ ეს საღებავი. და რამდენად არის ეკოლოგიურად სუფთა საღებავი? თვითონ საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა იმ მხრივ, რომ დაფუძნებულია კირზე. ანუ კირი არის მისი ბაზირება და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კირი არის ყველაზე ეკოლოგიური მასალა, რაც შეიძლება იყოს ბუნებაში დაუშვათ. თვითონ ბუნებრივად არის ანტიბაქტერიული. შესაბამისად, ჩვენი კედელი, ჩვენი ოთახი, ჩვენი ინტერიერი არის საკმაოდ ჯანსაღი ზედაპირი მასალით დამუშავებული. იცი რა მაინტერესებს? ახლა გამიჯდა ესეთი იდეა, რამდენად შეიძლება რომ გამოვიყენო ეს საღებავები ავეჯზე, ხის მასალაზე. ჩვეულებრივ, ჩვენ მაგალითად ჩვენ დავნერგეთ ასე ვთქვათ, ვცდილობდით რომ რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ძირითადში არის ყველა აკეთებს კედელზე, ისეთ კუთხეებში, მაგალითად როგორც არის მისაღები ოთახის ტელევიზორის კუთხე, ამ მსგავსი რაღაცები და ჩვენ ვცდილობდით რომ რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ეს თავისთავი ამოწურა უკვე ამ დიზაინერების გადაწყვეტილებებმა. დავიწყეთ ავეჯზე გაკეთება, ცდა ყოველ შემთხვევაში. მინდა გითხრათ რომ გამოვიდა არაჩვეულებრივი. იდეალური. აქ ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ დეკორატიული საღებავიც, დეკორატიული ფითხიც და დღესდღეობით რაც ყველაზე უფრო ტრენდულია, ეს არის მიკროცემენტი. დღეს საქართველოში არის ბუმი მიკროცემენტის. ყველა აკეთებს, ყველგან აკეთებენ და მთლიან სახლებს აკეთებენ. მათ შორის შედის ავეჯიც. ეს იქნება ტანსაცმლის შესანახი ავეჯი, ეს იქნება სამძარეულო ზედაპირები, ეს იქნება ტახტის გარშემო მთლიანი ზედაპირი, ასე რომ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ლამაზი გამოდის. და მოხმარებაშიც საკმაოდ კომფორტულია. კიდევ არის რა იმ ზედაპირი, რაც შეიძლება საღებავის გამოყენება? რაც გიცდია თან თუნდაც მომხმარებელს უცდია, ხო, თავისი იდეებით. განსაკუთრებულად ისეთი არაფერი, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც მაგალითად ქოთნებს აკეთებენ. დეკორატიული მასალებით. აკეთებენ, მე მინახია, მანქანაც კი გაკეთებული. არის ესეთი მასალა, ჟანგის საღებავია, რომლის ნედლეულითაც მთლიანად შეფუთეს მანქანა. საქართველოში იყო, კი. საკმაოდ უცხო გამოვიდა. ერთი მხრივ ცოტა. მაგრამ მანქანას ხო თავისი საღებავები აქვს და. რა თქმა უნდა. ეს როგორ არის თავხედროში? არის სპეციალური გრუნტი, რომელიც არის ამ ორი მასალის დამაკავშირებელი, ანუ მანქანის ზედაპირის და თვითონ ამ ჟანგის ეფექტის. და თქვენ თუ გაუწევთ რეკომენდაციას მაგ საღებავების მანქანაზე დატანას? არიან ადამიანები, ვისაც ერთეულები. განსხვავებული უნდათ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ყველამ უნდა გააკეთოს და ყველას გამოუვა, ან ლამაზი იქნება. ყოველ შემთხვევაში ამ მანქანის ყოლობაზე დავინახეთ, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. მაგრამ რა ფერი იყო? ჟანგისფერი. ჩვეულებრივი ჟანგისფერი, რომელშიც იყო ჩაქსოველი ჟანგის ეფექტი არის რამდენიმენაირი. ერთი არის ჩვეულებრივი სტანდარტული ჟანგი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ესეთი ბორდო, მუქი ბორდო. და მეორე არის სპილენძის ჟანგი, შაბი ამნისფერი. ეს ორივე სინთეზი ნაზავი არის ულამაზესი. ასე რომ თუ მე ვნახე, აუცილებლად გაჩვენებთ ამასაც. სალონიც ხო შეღება მე. სალონი აღიღებოდა. რამეს სიმართლე გეტყვი, რაღაცნაირად მომინდა მომეცა იმის мотиваცია რომ ვიყიდე საღებავი და წავიდე და რაღაც კედელი ჩემით ჩამომღება, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაინტერესებს. ვეცდებით ყველანაირად დაგეხმაროთ თამაში. მაინტერესებს როგორ გამომივა. ახლა ეს ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი, უღრმესი მადლობა. საჭირო და ნამდვილად კარგი ინფორმაცია გაგვაცანი.
ახლად ვარ რომ დაგიმშვიდობოთ და შევხვდებით მომავალ პოდკასტზე. კარგად ბრძანდებით.